ეთანხმება ამ შემთხვევაში. Tony Georgi Kagachiaga ხლობ ჯანდაცვა სოციალურ სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დამერწმუნედ შეიძლება ეს მშრალი ციფრებია ესე ვთქვათ მოსაწყენით საუბარი იყოს მაგრამ ხუთფერად გეუბნებით აი ამ ციფრების მიღმა იმალება ადამიანების ბედით მათი კეთილმოწყობას მათი ესე ვთქვათ უზრუნველყოფას და ახლა შესვენების დროს რაღაც ისეთი უხეში ციფრები დავაფიქსირეთ რომ 500 მილიონამდე ლარი იხარჯება ესეთ შემწეობებზე შეიძლება გეცოტაოთ მე ვფიქრობ რომ ცოტაა მაგრამ აი სა ქვეყანა და აი მოდით აი ამ განაწილებაზე ბატონმა გიორგიმ უკვე ისაუბრა ამოყარეს იქიდან 18000-მდე ოჯახი შესაბამისად 40000 მაგრამ არ ვიცი იცით აი გეცოდინებათ ალბათ ბიზინა ივანიშვილმა თქვა რომ ზაფხულიდან გაუორმაგდებათ ეს გაორმაგება რამდენი გამოვა 50-60 ლარი ალბათ ეს გაორმაგება არა მარტო ნათქვამი არამედ ბიუჯეტით უკვე არის შესაბამისი თანხები არის გაკუთვნილი ეს არის გაორმაგება შესაბამისად 30 ლარს ვიწყებულობს მიიღებს 60 ლარს 24 ლარს ვიწყებულობს 48 ლარს მიიღებს მაგრამ ეს არის ეტაპობრივი გაზრდა იმიტომ რომ იგივე მთავრობის პოზიცია რო გავიხსენო მთავრობის პოზიცია არის რომ სამომხმარებლო მინიმუმს დაუახლოვოს ნებისმიერი სოციალური გასაცემი პირველ ეტაპზე ეს ხდება ხანდაზმულების პენსიებთან მიმართებაში როგორც იცით ასევე 1 სექტემბრიდან უკვე სამომხმარებლო მინიმუმს უახლოვდება და ნელ-ნელა სოციალური დახმარებები უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს პრიორიტეტი არის პირველ რიგში პენსიონერების ესე ვთქვათ ესა გადარჩენა და აი მაპატიეთ რა ახლა თქვენ ბრძანეთ და მეც აგერ საუბრის დასაწყისში ჩვენ მაყურებლებს ვუთხარი სადღაც 80000-მდე ბავშვი არის ღარიბ ოჯახებში მაგზე რაიმე განსაკუთრებული პროგრამა არსებობს თუ აი ესე ვთქვათ იმ ჩვეულებრივ კალათაში მოყვება ამ ბავშვების ბედის და ეს ასაკობრივი სხვაობაც მაინტერესებს აი დაუშვათ ერთ წლამდე ბავშვი რამდენი არის აი ამ 80000-ში იმიტომ რომ მაგზე ჩემი საზრით განსაკუთრებული ზრუნვაა საჭირო იმიტომ რომ ევროპული სტატისტიკა ითვლის რას ერთ წლამდე ბავშვის სიკვდილიანობას ითვლის აქ რეკორდსმენები ვარ ეს ავწუხარ სტატისტიკა არ წავამიღე მაგრამ როგორც მახსოვს სადღაც 14-15000 არის 0-დან 1 წლამდე ბავშვი მაგრამ ამასთანავე მინდა დავამატო რომ ასევე სოციალური ინტეგრაციის პროგრამაში გათვალისწინებულია გამარკვეთრე რასისტო სოციალური ინტეგრაცია ჯანდაცვის ამისთვის გარშე რამდენიმე პროგრამა კიდევ ჯანდაცვის მიმართულებით არის რაღაცა პროგრამები იგივე საყოველთაო და მათ შორის კონკრეტული კიდევ სხვადასხვა პროგრამები ონკოლოგიები და რაღაცეები ახლა მაგაზე ჩემი სპეციალობა არ არის და ზოგადად აგრეთვე ჩვენი კუთხით სოციალური კუთხით არის მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის შეზღუდული შესაძლებლობა მქონე პირებისათვის და მათ შორის ბავშვებისათვის და ასევე ხანდაზმულებისათვის გარკვეული სამიზნე პროგრამები რომელშიც შედის როგორც ქუჩის ბავშვების პროგრამა დაემატა წელს ასევე მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის ის ახალი პროექტი რო არის მცირე საოჯახოების აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არის დღის ცენტრის აგრეთვე მათთვის არის სარეაბილიტაციო პროგრამა ასევე არის დამხმარე საშუალებების ისევე როგორც არის ეტლის მენის აპარატი კოხლიარული იმპლანტი საპროთეზო ორთოპედიული კუთხითაც არის მიმართულება და ერთ-ერთი მიმართულება ბავშვთა პრევენციისა და დაცვისათვის არის 0-დან 1 წლამდე იყო შარშან და წელს გაიზარდა წლანახევრამდე ეს პროგრამა ვინც არის ეღატაკის ზღვარს მიღმა იმათ ვეხმარებით ხელოვნური კვებით ეს პროგრამა ფუნქციონირებს თვიური ლიმიტი არის 80 ლარის ფარგლებში მე მგონი ხა ცუდი ლიმიტი არ არის თითოეულ ბავშვზე არის ლაპარაკი და შესაბამისად ეს პროგრამა ხორციელდება მათზე რაც შეეხება ისევ დაუბრუნდები ხა თქვენი შეკითხვა იყო რომ ბავშვის წონა ხო არ უნდა გაიზარდოსო UNICEF-ის კვლევა რო ის ვთქვათ სადაც ენდობით UNICEF-ის კვლევას UNICEF-ის კვლევას ვენდობით იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენთანაც იგივე ციფრი არის დაფიქსირებული მე გითხარით ცოტათი მეტიც კი არის 2-3000-ით მეტი არის იმ ბავშვთა რაოდენობა რომელიც იყოფება უკიდურეს სიღატაკეში შესაბამისად სანდუარი ეს კვლევა და თვითონ UNICEF-ისა ზოგადად რეკომენდაცია იყო რომ ბავშვის წონა ხო არ გაიზარდოს უფრო ცოტა მეტი თანხა ხო არ გაიცეს ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა რამდენად შევძლებთ არ ვიცი მაგრამ ყველაფერი ხო მაინც ფინანსურ რესურსებია დამოკიდებული და იგივე როდესაც ვახსენეთ სამხმარებლო მინიმუმი იგივე მთავრობის პრიორიტეტში იყო განცხადებული რომ ეს სამხმარებლო მინიმუმი დღევანდელ დღეს როგორ ითვლება ცოტა ბევრ კითხვის ნიშანს ასვავს თავის როდესაც იყო ამ თემაზე ლაპარაკი რომ რაღაცა გარკვეული კალორიები და გარკვეული ცერუსები იყო ამ სამხმარებლო მინიმუმიდან ამოღებული და შესაბამისად ის თავიდან უნდა გადაითვალოს და ხა როგორც ექსპერტები ამბობენ ალბათ
ჯობეს საბოლოოდ დავავალოთ, მაგრამ მიახლოებით 200 ლარის ფარგლებში უნდა იყოს სამხმარო მინიმუმი. შესაბამისად, ცოტა არალოგიკურია, ხო, როდესაც იგივე ხელისუფლება ამბობდა დღევანდელ დღემდე 150 ლარი არის სამხმარო მინიმუმი და ადამიანზე, რომელსაც ღატაკს ეძახდა და ამბობდა, რომ არაფერი არ აქვს, იმას 30 ლარს აძლევდა. ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს, მაგრამ ისევ იგივე თემას დაუბრუნდით, რომ მარტო სოციალური ბიუჯეტი ამას რა თქმა უნდა ვერ მოერევა. იმიტომ ეს მოსახლეობის 30% დანარჩენი 70% ვერ შეინახავს თან იმ 70% და გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები არიან, შეიძლება იგივე ხანდაზმულთა კატეგორიას აღმოჩნდეს, რომელიც მხოლოდ პენსიას ღებულობს. აქედან გამომდინარე, თუ არ დაიწყოთ დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარება, ამ ხალხის მარტო ინვესტიცია საკმარისი არ არის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს უმუშევრობის მაღალი დონე იყო ქვეყანაში და ხალხს აქვს უბრალოდ კვალიფიკაცია დაკარგული და ახლა ყველა მართლა დაბალკვალიფიცირებად და მუშახელად ხო არ იქნება და მარტო უბრალოდ გადასაზიდათ, იმიტომ რომ იგივე მშენებლობაზე ცოტა მეტი კვალიფიკაცია ჭირდება გარკვეულს. ამიტომ ეს უნდა იყოს რაღაცა სინქრონში ყველაფერი გაკეთებული, რომ სიღატაკის უარი დაძლეული უნდა იყოს იმ კატეგორიისათვის, იმ სამიზნე ჯგუფისათვის, რომელიც ყველაზე მოწყვლადია და იმებმა მიიღონ შესაბამისი სოციალური დახმარება, ამასთანავე აქტიური პოლიტიკა უნდა განხორციელდეს, რომ ხალხი დასაქმდეს და ნელ-ნელა ამოვიდეს ამ სიღატაკიდან. აგრეთვე სოფლის მეურნეობაზე უნდა გაკეთდეს დიდი აქცენტი, იმიტომ რომ მაინც აგრარულ ქვეყანად ვართ, რაც არ უნდა ევროპისაკენ მივიდოდეთ და როგორც არ უნდა გიორგი, ფერახა მთავრობას აძლევთ ესე თქოს, მთავრობის პოლიტიკის რეკლამას ეწევით. იმდენი ყავს მაგათ რეკლამიორი, არ ვიცი, არა ამაზე ჩვენი დრო მოსასწენი. საქმიანი საუბარი მინდა რომ შემოგთავაზოთ. თქვენ ბრძანეთ, ეხლა მე შემეცოდა ეს ქვეყანა კაცო 14000 ყავს ახალ 1 წლის დაბადებას. დაახლოებით. არა, რატო მე მახსოვს აი ჯუბერ პატიაშვილის ხანა, ჩემი ზედა. სიღატაკეზე ვამბობთ ამ შემთხვევაში, თორე ქვეყნის მასშტაბით მეტი იქნება ახლა შოუ. არ არის მეთქი 14000 ბევრი. ბევრი არ არის. და ეგება აი რაღაცნაირი საგანგებო რაღაც აქცენტი გაკეთებულიყო აი ამ ერთსლავდე ბავშვებზე აი მოჯახებს ვისაც ერთსლავდე ბავშვი მიზნობრივი რაღაცა ვაუჩერები მოემატოს საშინელება იყო ეს რასპორტა შეიძლება იმ ოჯახს რაღაც პრობლემები ჰქონდეს მაგრამ მოდით ახლა რადგან პირველ ადგილზე ვართ მე გიჩვენოთ რომ ეს ჩემი მოგონილი არ არის ძალიან ბევრი კვლევები მეტოდ მინახია სადაც ბავშვთა სიკვდილიანობით ან ერთსლავდე სიკვდილიანობა ითვლება ევროპაში რეკორდსმენები ვართ შევამციროთ სიკვდილიანობა ეგება ის რაღაცა თქვენ ახლა მგონი 800-დან 980 მილიონი გაქვთ ხო თქვენ სამინისტროს მაგრამ მილიარდზე ცოტა მეტი უკვე მილიარდზე ხარ გას რაღაცა აი მოდით რა ეს ხორატება როდესაც პატარა ბავშვი თან ერთსლავდე ბავშვი გვეკარგება რაღაცა პროგრამა გაიზარდოს აი ამ 14000 ბავშვზე სისტემური მიდგომა უნდა იყოს ბატონო დავით იმიტომ რომ ერთი არის სოციალური დაცვა მეორე არის ჯანდაცვის კუთხე ჯანდაცვა უნდა მოწესრიგდეს და ადრეულ განვითარებაზე უნდა ჩაერთოს ეს ყველაფერი არ მაინტერესებს ჯანდაცვა მოგვარებული გვაქვს არა ვიყავათოთ რა თუ გინდათ აი მაინტერესებს აი ღარიბი ოჯახი გაქვთ თქვენ სტატისტიკური მონაცემი ხო სოლი უმუშევარი ესე ვთქვათ ქმარი უმუშევარი მაგრამ ბავშვი გამოხოთ რა ეხლა მამა და დედა ხوار შეუჭამს იმ ხუმანას საჭმელს ბავშვს აი ბავშვს რაღაცა განსაკუთრებული ზრუნვა ერთსლავდე ბავშვზე პროგრამა შემოშალდეს რომ აი კალორიული და რაღაცა ისეთი მისთვის აუცილებელი რომ მიიღოს რაღაცა განსაკუთრებული პროგრამა ესეთი პროგრამა ადმინისტრირება გავზარდოს უბრალოდ ეს ცოტა უნდა გაფართოვდეს სრულებით გეთანხმებით რომ საკმაოდ დიდი ოჯახები იქნება ალბათ არასანდო იმ კუთხით რომ მათ პირდაპირ ფულადი დახმარება მიიღეს რომ ფულადი დახმარება შეიძლება დიდებს მოხმარდეს და ბავშვის ზუსტად ისეთი მექანიზმები უნდა შემოვიდეს იუნისეფის რეკომენდაციაც მაგი იყო რომ ფულადი დახმარება არ შეიძლება პირდაპირ უნდა მიხვიდე ბავშვთან და ისე გაუშვა რომ ის არასანდო მომენტი ოჯახში და არასაიმედო გარემო რაც არის ესენი მოიხსნა და ყველაფერი და პირდაპირ ორიენტირებულები ვიყოთ ბავშვთან მიმართებაში. ახლა ზოგადად ხოლმე სერვისები არსებობს, მაგრამ ეს სერვისები უნდა გაფართოვდეს უფრო, იმიტომ რომ ეს კვების ერთი ვარიანტი თუ მეორე ვარიანტი არის თუ გახსოვთ ძველი გახანგრძლივებული ჯგუფი რო იყო დღის ცენტრის მომსახურებების სერვისები არის, რომელიც ასევე ფინანსდება ქვეყნის მასშტაბით, რომ იგივე იმას თანხა გამოყოლებული არა ახლა ყოველ შემთხვევაში იმ სერვისში ახლა ყველაფერი რო დავიწყოთ ბავშვს აქვს საშუალება რომ დღის სკოლის მერე სადღაც იყოს კვებით უზრუნველყოფილი იყოს და მშობლები რამდენი 1000 ბავშვი ყავთ ეგეთ
ამის რამდენიმე ათასი არ არის, არის სადღაც 600 ბავშვზე ლაპარაკი ქვეყნის მასშტაბით. სიცხვილე ერთ უბანს არ ეყოფა ესა. კი, მაგრამ ხა გლობალურად უნდა ახლა გიორგი ახლა თქვენ რაშუაში ხარ, არას ფული გაქვთ პარლამენტიდან მიღებული ბიუჯეტის სახით იმის რაციონალურ განაკვარგაზე მუშაობთ, მაგრამ მე კამ პარლამენტსაც ხო მთავრობასაც გასო საბავშვო ბაღები უნდა გაიზარდოს. უფრო სწორედ აი ბავშვთა აი შეჭრილებული ოჯახის ბავშვების აი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ყובה კონდეს საბავშვო ბაღში. ისინი 100%-იანი დატვირთვით უნდა იყვნენ ბაღებში. არ ვიცი მე ეს ქალაქში კი გაკეთდება ადვილია, მაგრამ ეს სოფლად როგორ მოხდება, მაგრამ ქალაქში მაინც იცით თუ კი ოჯახი უპერსპექტივოა, მე გულისხმობ დაუსაქმებლები არიან, მათი ბავშვი 7 საათამდე, 6 საათამდე მაინც ბაღში უნდა იკვებებოდეს. ძნელია ძვირი დაждდება ესა? აი გაქვთ თბილის სტატისტიკა დავუშვათ, აი თქვენ ხო ბრძანეთ რომ 150,000 ოჯახია შეჭირვებული, ხო? 150,000-დან 80,000 ბავშვი. სადღაც უხეშად რო გითხრათ 25-დან 27%-მდე ძირითადად თბილიზე მოდის, გინდა სიღატაკე ავიღოთ, გინდა ბავშვები ავიღოთ. აი რაიონებში ბაღები უკვე ვიზუალურად დავამახსოვრდეთ არ წარმოგვიდგენთ და ვიზუალურად დავამახსოვრდეთ რომ ყველაზე ისა რა ქვია დიდი მომაჩვენებელი იყო ეს გლდანი ნაძალადები. ბავშვების რაოდენობით ყველაზე უფრო გამორჩეული იყო სიღატაკის ზღვაშნიობა, ვინც იმყოფება. და აი დასაქმებული ბაღში რამდენია აქედან? დასაქმებული ბაღში რამდენი არის გაწევრიანებული? ბაღში ბაღები როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა და სტატისტიკა არა გაქვს საქართველოს. გვაჩნია ჩვენ ახლა ეს უზნაყოთ ახლა მე ვიცი რომ გაიყიდა ძალიან ბევრი ბაღები უნამოსო და უსედისო და აი მე თუ მკითხავ ამ თავრობამ უნდა დაიბრუნოს ეს ბაღები და ბავშვები მით უმეტეს ღარიბი შვილები, ღარიბი ოჯახის შვილები იქ უნდა სახელმწიფომ ეს მაინც ხონათ რომ იქ ამოუყვებოდ. ახლა ჩემი რა გესწავლებათ? აი ორგანიზმი როდესაც იზრდება, მას აუცილებლად ჭირდება ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ხო? ეს უნდა ან ნახევრად ავატყო იმას ვიღებთ მოქალაქეს, ან გონებრივად აქვეითებელს. ეს ჰუმანური ის უნდა იყოს გადაწყვეტილება და გაზრახულობა თავრობისა, რომ ბავშვები გადაარჩინოს. და აი დედა, მამა ნახევარ ზღვა მშივრები აქვს, ისროფი აქვს, წყული აქვს, ზოგს რა, მაგრამ ბავშვები გადავარჩინოთ. ეს აუცილებელია იცი ჩემისაც. ამაზე ფიქრობ სამინისტროში გადაცემას აკეთებ. ზოგადად არის ყველაზე ისეთი სამიზნე ჯგუფები უნდა გამოყოდა, ხა გეთანხმებით რომ თირეკლოვანი ბავშვი არის ყველაზე უფრო პრიორიტეტული და სამიზნე, მაგრამ ამასთანავე ამას ხო სხვა კატეგორიებიც მოყვება, იმიტომ არ შეიძლება თავად მარტო ბავშვებს. იმიტომ რომ ხა იგივე დაუბრუნდეთ ისე უსახკაროების თემას. ძალიან ციფრი არის, ძალიან ჩემთვის გაუგებარი, იმიტომ რომ ყველაზე საინტერესო თვითონ უსახკაროებს ვეკითხები, რომ თქვენი ათვლა და ცნება საიდან უნდა დაიწყოს. იმიტომ რომ რეალურად ეს არის ადამიანი, რომლის სახელზეც არაფერი არ არის დაფიქსირებული, ადამიანი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს, იმიტომ რომ ხა იგივე რეში რო წავიდე და ამ მონაცემები ამოვიღოთ, ჩათვალოთ საქართველოს 80%-ზე არაფერი არ იქნება რეგისტრირებული, მათ შორის ჩემს სახელზეც იგივე ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ვითვლები მე უსახკარო თუ არ ვითვლები, მე საკუთარ თავს არ ვთვლი, მაგრამ იგივე კრიტერიუმის რო წავიდეთ, რომ რეში თუ არაფერი არ არის რეგისტრირებული. ლოგიკით ხო ხვდებით, რომ რაიონებიდან წამოსული ხალხია რა. აი საკმაოდ ისეთი ციფრი არის, რომ ხა შეიძლება ვთქვათ, რომ 300 კაციც არის და შეიძლება ვთქვათ, რომ 100,000 კაციც არის, იმიტომ რომ რეალურად აი რას დავარქმევთ და ვის დავარქმევთ, იმიტომ რომ ადამიანები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ქირით ცხოვრობდით, ქირის საშუალება აღარ აქვს და დავრჩით ქუჩაშიდან გადმოვიდნენ აქა. კიდევ საინტერესო ფაქტი გეტყვით, რომ ეს ალბათ შეჭრის ამბები თქვენთვის ცნობილი არის. თბილისში არის სადღაც 28 ობიექტამდე შეჭრილი ადამიანი. ყველა ობიექტზე შეჭრა განხორციელდა 3 ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით. როცა ვეკითხები, რომ 3 ოქტომბრამდე რა შობოდითო, პასუხები არაერთგვაროვანია და ძალიან ისეთი საინტერესო სტატისტიკა არსებობს. ახლა მოხდი რა, სადღაც შეეჭრებოდი ვანჩკად ბიჭები და გაიმაგრა დაგლახავდნენ, გამოყრიდნენ. დემოკრატიის რაღაცა ახალ საფეხურზე გავედი და ადამიანებმა გარისკეს. რა ქნა? ქიო, ყველაზე საშინელება არის, ეს ფაქტი გვაქვს. უნდა ვებრძოლოთ, ხო? აი ეს ორგანო, ის კანტორა თქვენ ახართ. თავრობა გაზრდათ ფულს, ხო? თვლით, რომ ეს ამას მივცეთ, რომ 60-ზევით ადამიანებს ესე ისე, მაგრამ აქ ეს საგანგაშო ამბავი მოხდა აბაშიძესთან დაკავშირებით. ერთ წილის ბავშვი ერთ ლამდე მოსიკტილიანობა უნდა შევამციროთ.
ჩამოაჭრათ რა თავად სამინისტროს სულად შედება ამდენი თანხები რაღაცა სამინისტროებმა ჯიპები გააყიდონ რა არა ვარ პოპულისტი პატიოსტად გეუბნებით ძალიან ბევრ ბულს ხარჯავ ჩვენ ძალიან ჩემის აზრით უყაირათოთ ხო გადავიდეთ იმაზე რომ ბავშვის სიკვდილიანობა შევამციროთ მაგას სულებით გეთანხმებით რომ უმთავრესი პრიორიტეტი მაგეთკენ უნდა წავიდეთ მაგრამ ეს არის როგორც სოციალური ისე ჯანდაცვის პრობლემა ნუ გამოურიცხავთ რომ ჯანდაცვის რაღაცა პრობლემები და ხარვეზები იყოს იმიტომ რომ ხა ადრინდელ დროზე ხშირად ლაპარაკობ და ხა ადრე თითოეული ბავშვი აღრიცხული იყო თითოეულ ბავშვზე არც რა კეთდებოდა ეხლა დღესაც არის ანალოგიური პრობლემები მაგრამ რამდენად მასიურად არის ეს რამდენად არის იგივე მშობლის შეგნებაში რომ თუნდაც ბავშვი მიიყვანოს და იმ ფასო აცრეთ ასარგებლოს ესეც პრობლემა არის ადრეული დიაგნოსტირება რაც არის ხშირ შემთხვევაში ბავშვისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი რომ ის არ გახდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი და სხვადასხვა დამატებით რაღაცები არ განუვითარდეს. ეს არის ერთის მხრივ ჯანდაცვა, მეორე სრულყოფილი კვება, რა თქმა უნდა. არის კომბინირებული რაღაც პროგრამა შესაძლებელი. სხვა შორის რამე და ისეთი გითხრათ, გიორგი, ახლა თქვენ ახალგაზრდა კაცი ხართ, არ გეხსოვებათ და დღეს სხვა შორის ისტორიული დღე არის. ნუ აი ჯანდაცვის სფეროსათვის ძალიან დიდი და კარგი ადამიანი იყო ვახტანგ გოჯორიშვილი. მისი 90 წლის თავია დღეს. ეს წმინდა ისეთ ფსიქოლოგიურ მომენტს მოგიყვებით. 67 წელი იყო თუ 68 წელი სულ პატარა ვიყავენ სკოლაში სწავლობდი და წელი სკოლა მეორე დღეს იმ ღამეს ვახტანგ გოჯორიშვილი გამოვიდა ტელევიზიით და აი მარტივი გლეხურიელი თქვა გრანდიოზული რაღაც ხოლერა გავსდა თბილისში ხო და ნუ უსრის ესა რომ ესაო კუჩნაცლაური დაავადება და ფეკალიები და რაღაცა ამის გამო არის რა ხოლერა ხდება ეს ამ გაზვაზა მარტივი ერის ხასა უთქრა ხელი არ მოკიდოთო იმასაო და პისტრი არ ჩაიდოთო და დამეჯერეთ აი იმ დღეს ამ კაცის აი ამ მარტივობა და შეიძლება უტაქტო გაცხადება საოცრად დიდი შედეგი გამოიღო რაღაცა იცით აი ცნობილმა ადამიანებმა ცნობილმა სახეებმა ამ თავრობამ რაღაცა პროექტი უნდა აწიოს ისეთი რომელიც აი მე მაგალითად აი შაბათს და კვირა გამწარებული ვიყავ ახლა კატასტროფა როდესაც იცი რომ პირველ ადგილზე ხარ საქართველოს სიკვდილიანობით ბავშვთა და ამ დროს თან სახელსაც და გვარსაც დაინახავ და რაღაცა საშინელი დამწკუნელი ფაქტი იყო ისა და გიორგი რაღაცა პროგრამა უნდა აიწიოს რა რომ სიკვდილიანობა ჩვენთან არ უნდა იყოს რა პირველი ადგილი ევროპაში ქართველებისკენ რა. და კიდევ ერთ თემას შევეხები თქვენი თემაზე. კი ბატონო, რეალურად რავი, ცოტა ისეთი თემა არის, რომელიც ძალიან საკამათო არის საზოგადოებაში. მე გეტყვით ევროპულ სტანდარტებს რა. რამდენად არის ბავშვის უფლებები დაცული თითოეულ ოჯახში და რამდენად ასრულებენ მშობლები იმ მოვალეობას, რომელსაც უნდა ასრულებდნენ. ჩვენ ახლა საერთაშორისო დონეზე არის ჰუმანიტარული პრობლემა, სოციალური ჰუმანიტარული პრობლემა. ახლა ჩემი შვილი მე ოჯახს საყვედრობ და ცოტა დროს უთმობ ბავშვებს. არ წალია, მაგრამ თავარი არის ჯერ სიცოცხლის უფლებაზე ვიზრუნოთ რა. და ზუსტად შოვილის მერე მოდის ის აი მშობლობის უყურადღებობით რო არის გამოწვეული შეიძლება. როდესაც ბავშვს არ აქვს სრულყოფილი დღეს, როდესაც 0-5 წლამდე ბავშვი არის ყველა დაზღვეული, მაგრამ მშობელს ამ სიტუაცია არ აქვს, ან გაჭირვება არ აქვს, რომ ბავშვი უზრუნველყოს შესაბამისი სერვისები. როდესაც განათლება უფრო უფასოა და განათლების უფლება აქვს შეზღუდული და სკოლაში არ დადის ხშირ შემთხვევაში. ეს არის შემდეგი ეტაპი რა. აღარ არის შემდეგი ეტაპი. გიორგი კაჩერდი კაცოხა. სოფლიოში, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ქართველები, სიკვდილიანობით. ჩამომიწიეთ მეთქე ეს პროცესი, ამას გახვეწებით. თქვენ სამინისტროსთან სწავლობასაც საგანგებო პროექტი მიიღეთ. ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით. მარტივ მაგალითს მოგიყვანეთ. მოიყვანეთ. ნორვეგიაში განვითარებული ქვეყანა არის, მიახლოებით მოსახლეობით არის საქართველოს კი, თითქოს კი 80. მეორე ქვეყანა, ეს რა ქვია, ლიტვა, რომელიც ასევე ცოტათი გადაეცა საქართველოს მოსახლეობაზე. სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ერთ ქვეყანაში არის 12000 ბავშვი და მეორე ქვეყანაში 15000 ბავშვი. მეტი არის. სახელმწიფო არა, პირიქით. სახელმწიფო ზრუნვა ნიშნავს, რომ სახელმწიფოს გარკვეული ოჯახებიდან ეს ბავშვები გამოყავს, იმიტომ რომ ყველა ობოლი კი არ არის. უბრალოდ იმ ოჯახებში ამ ბავშვების უფლებები იუახება. საქართველოს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არის 1500 ბავშვი. ვიცი. ესე იგი ეს კაი არ არის, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა მომენტში ჩვენ თვალს ხუჭავთ, რომ იმ ოჯახში ბავშვის უფლებები ირღვევა. გიორგი, ლოთობა ამეთქი, თელი რუსეთი ლოთოს. იცით რამდენი ყავთი, კაი, აპატია და მე ეს ლოთების ბავშვები დებილიზმით არიან, მასობრივად დაავადებული. ვერ უმკლავდება მთელი რუსეთის თავრობა მაგათ. ჩვენ კიდე კაი მაქვრივ რაღაცა გვაქვს საოჯახო ინსტიტუტი ჩვენთან ძლიერი ერთ ფაქტს გეტყვით გიორგი ახლა აი არ დამავიწყდება ეს ფაქტი მე ძალიან კარგად მახსოვს ესა
97 წელი იყო, 98 წელი და აი მაშინ ერთადერთი წვანეთა პარტია აპროტესტებდა დემირელის კაშხლის მშენებლობას. აი ჭოროხზე 11 კაშხალი აშენებული უკვე. მაშინ ეს იმდენი იყვირეს ჩვენმა მწვანეებმა, რომ იმას რა ქვია თურქეთის მთავრობა დაპირდა მაშინ საქართველოს მთავრობას, რომ ის შლამი ორად ჩადიოდა ზღვაშიო და გესები აჩერებენო ჩვენო მანქანებით გადავიტანთო და სხვა შეუშვებთ. არაფერს არ გაუკეთებიათ. ნახეთ დღეს დილას მთელი ეს ბულვარი რომ დაიტყორა იმის წყალი რომ შემოვიდა ზღვა ანგისა და ადლია ხომ დატყორილია. მე მახსოვს რა მწვანეთა პარტიის ლიდერი სულ ამბობდა რომ ანგისა და ადლია კი არა კახაბერის ნახევარკუნძულიო საფრთხის ქვეშ იქნება. ანგის სულდათ აგე ჩვენ შეიძლება დღეს რაღაცა იცით აი რაღაცაზე თვალი დავხუჭოთ და 10-15 წლის შემდეგ ნაციას წინ დაუდგეს. ძალიან ცოტა ბავშვები ყავს. ჩვენთან შობადობა ხო კატასტროფულად დაიკლო. ეს უნდა დავთვალოთ. რას ქვია 14,000 ბავშვი ყავს ერთ წლამდე სიღარიბის. აი რაღაცა პატრონაჟის მექანიზმის შემოვიღოთ. რაღაცა საზოგადოებრივ მოძრაობას თქვენ უნდა მისცეთ სტიმული რომ გაჭირებული კი არა აი დაქცეულ ოჯახში კი ერთ წლამდე ბავშვს სახელმწიფო ზრუნვა ჰქონდეს საზოგადოებრივი ზრუნვა რო ჰქონდეს რა ვიცი რაღაცა წვენები ან რაღაც ფაფების რაღაცა კომბინირებული საკვების რაღაცა ათასობით დასახელება აი მიწერილი უნდა იყოს იმ ბავშვზე და საზოგადოება ვაკვირდებოდეთ რა რომ ეს ბავშვი იღებს თუ არა ამ საჭმელს. კი ბატონო, ოჯახის ხარდაჭერის სერვისები უნდა განვითარდეს. ეს ჩანასახოვან მდგომარეობაშია ჩვენთან. კი მაგრამ ახლა მოცულობასაც ხო აქვს მნიშვნელობა. არის ვიყანოთ ფული არ აქვს. ფული რაც აქვს უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად. ახლა შეიძლება ამაზე ნაკლებიც ჰქონდეს ცოტა ხარჯი, მაგრამ შეიძლება უფრო ეფექტურადაც გამოვიყენოთ. ამას შეიძლება ყველაფერს კარგი დაგეგმვა, ხო? აქედან გამომდინარე, როდესაც ახლა ქვეყანაში უმუშევრობის დონე ამხელაა. სოციალური დახმარებები 30 ლარია, პენსიები ნაკლებია, შესაძლებლობის მქონე პენსიები ნაკლებებია. სერვისები გვაქვს, მაგრამ ეს სერვისების ნაკლები. ყველა პროგრამა ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ დეფიციტურია. ყველა პროგრამებს ჭირდება ყველაზე ცოტა გაორმაგება და გასაღმაგება. ეს ყველაფერი ახლა მეთქვით, რომ ფინანსისტი ხარო, მაგრამ ციფრებში რო გადავიყავით, რამდენ ციფრებს მოგვიყვება. გიორგი, ეთახმებით ბიჭო, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, გასულ. ჩამოვიდე რა ჯიპებიდან. ნუ დადიან ჯიპებით. აი რატო დადიან ჯიპებით ღარიბ ქვეყანაში? შენ თვითონ თქვი, ახლა 30 ლარიაო, ხო? კატასტროფაა, როდესაც დაქცეულ ოჯახს მხოლოდ 30 ლარით ახლა ნუ დადი არ გშიდება რა თავდაცვის სამინისტროზე ამხელა ფული. ეს არა მოგთამჭამელი ერთი მეტი არა ცნობილი სიტყვებია მარქსის რომ კოლექტიური შეთანხმება ფულის წყალში გადაყრისაა შეერაღებაზე გაღებულია. რეალურად რაღა უნდა მოგვივიდეს უარესი 8 წელზე, ხო? არ მინდა ამდენი თანხების შევამციროთ. საჩვენს გამიკვირდა მე არ ვიცი თქვენ ეს თუ არა. გერმანიის შეერაღებულ ძალებს 15,000 ჯარისკაცი. რითივად იმაზე მეტია შევამციროთ ჯარისკაცების რაოდენობა. გადავიტანოთ ერთ წლამდე ბავშვების პროგრამა თავდაცვის სამინისტროს თანხებიდან ამოვავსოთ. გავაკეთოთ რაღაცა უნდა გიორგი სიცხვილეა. კი მაგრამ არის ერთ წლამდე ბავშვები, არის შეძლული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, არის შეძლული შესაძლებლობის მქონე პირები, არის მრავალშვილიანი ოჯახები, არის მარტო ხელაფენის წევრები. გადავიდეთ ეხლა იცით როგორ აგავს სიტუაცია რომ მე ამ შეჭრილ ობიექტებზე რო დავდივარ, შეჭრილ ობიექტზე მეუბნებია რომ კაიო სახელმწიფოს რა გაგიხდათო 20 ოჯახი რომ დაგვასახლოთ და მაგაზოვრები თქვენ კაი ხალხო 20 ოჯახი აქ ახარ და იქ 20 ოჯახია, იქ 200 ოჯახია, იქ 300 ოჯახია და შამში ნახევარი საქართველოს გამოდიხარ და ეხლა ჩვენ ხო ვიწრო ინტერესებიდან არ გამოდივართ, იმიტომ რომ გიორგი, იშა, იმიტომ გავუშვი ჩვენ მოუსწავლეთში. დღეს ასე დაჭრჭინობდა იმით ფრანგული ვერტფრენით. ძალიან ძვირი ჯდება ეს ვერტფრენი. ძალიან ძვირი ჯდებოდა ესერი, რა ქვია ეს, რას ეძახიან ამ სახელმწიფო კანტორების შენახვა. აი რა გიორგი რა. ისინი კაბინეტები და რა ოფისები აქვს სამინისტროებს. არ შეიძლება აი კამრები შემოვიჭიროთ სხვაგან და აღარ დავინანოთ ფული. არც ესე უნდა სტრატეგია უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ 0-დან 1 წამლამდე ბავშვი ინვესტიციაში ჩადებ, იმ ბავშვს უნდა მიყვე და გაყვე, ხო, ბოლომდე რა. ყველაზე თავისი გეტყვეწავს რა. მე უკვე კუნთების მაგდება, იზრდება, ორგანიზმი უფრო გაუძლებს იცით შიმშილობას. 1 წლამდე ცოდვა არა, ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება უნდა. მეც გეტყვით, მე პროგრამა შევქმნათ 1-დან 5 წლამდე, იქაც დიდი თანხები გავიგო და ასე შემდეგ.
თუ ხართ აი ამ პროგრამის ისა რა ქვია გამკეთებლები ისტორია შეყვა თქვენი სამინისტრო. არა რეალურად რაღაცა მაკუთხით ნამდვილად უნდა გაკეთდეს და ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს, იმიტომ არ გამოდის რომ ხვალ გავიღვიძოთ და ხვალ უცებ ყველაფერი კარგად იყოს. ეთანხმებით. იმიტომ რომ ამას ყველაფერს შეიძლება დრო. იმიტომ რომ ხალხი ხა თქვენ სახსენეთ იქ ზოგი დაშინებული იყო, ზოგი ჩუმად იყო, ეხლა ყველას გამოვიდა და ყველას რაღაცას ითხოვს. ითხოვენ ძალიან სამართლიანად, მაგრამ ეს მოთხოვნები არის სულ სხვადასხვა კატეგორიის რა. 10 კაცს რო ველაპარაკებინა მგონია ერთი კატეგორია, 9 საათის ლაპარაკის მერე სულ სხვადასხვა მოთხოვნები მოდის ყველა მხრიდან. ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ზოგს გადამისამართების პრობლემა აქვს, ზოგს პენსიის პრობლემა აქვს და თვითონ ერთმანეთში მოსდეთ. მე კამათი რომ ჩემი უფრო მტკივნეულია ვიდრე სხვისა და არა და როგორც სახელმწიფოსათვის ჩემთვის ის ერთი მტკივნეულია, მეორე მტკივნეულია და მესამე მტკივნეულია და ეს ყველაფერი არის იგივე რესურსებს უბრუნდებით რა, რესურსების გადანაწილება უნდა მოხდეს სწორ გეთანხმებით რომ 0-დან 1 წლამდე ბავშვები საქართველოს არ უნდა იყოს წინა რიგში სიკვდილიანობის ხრივ, მაგაში ნამდვილი ხალხი. მახარებ ჯებო გიორგი და მე სპეციალს აი მადლობა მინდა გითხრათ მართა გმირობა იყო ეს თქვენი სამინისტროს ესეთი აქტიური დემონსტრირება აი ამ ციფრებისა და ამ მაჩვენებლებისა. მართა ღარიბი ქვეყანა ვართ. მაგრამ 3.5 მილიონი არ ბევრი აღიარებს ხაჩვენს გამიხარდა რომ უკვე ძალიან ბევრმა და ბევრმა რეალური ციფრის დასახელება დაიწყო. ეს ავარ სულ ქართველები. მართა საშინელება როდესაც 300,000 კაცი ინახავს ამდენს, მაგრამ ეგრე ის 1.5 მილიონი ქართველის მილიარდზე მეტ სოციალს აგზავნის ქვეყანაში. გადავანაწილოთ, რაღაცა გავაკეთოთ. ეს სიკვდილიანობა შევამცირო და მახარებს რომ აი რაღაცა წინსვლები იგზნობა და თუნდაც ის რომ ზაფხულიდან მოიმატებს, ეგება უფრო ნაკლები ადამიანი ყავდეს შეჭირებული. არა, რაცა თავი პრობლემის სწორი იდენტიფიცირება უნდა. არა, ვატყობ პრობლემას თუ მოვახდენ იდენტიფიცირებას, მე შეიძლება გადაჭრების გზები 1000 არსებობს. ან ერთი მეთოდი ავიღოთ, ან მეორე, თავარია პრობლემაზე გავიდეთ სწორედ. არ უნდა ხდებოდეს სასწაული ფაქტი მოხდა რა. იმიტომ რომ ეხლა დღესაც ლაპარაკობდით, რამდენიმე ეთერში იყო მაგ თემაზე ლაპარაკი, აქ არის დამნაშავე როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოება, ისე ოჯახი, მაგრამ ყველაზე მეტი წილი რა თქმა უნდა სახელმწიფოზე არის. მაგრამ აქ უნდა იყოს ყველაფერი კომბინირებულად, არ შეიძლება ცალკეულად გახადოს. საზოგადოება უნდა გამოცოდოს, საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს, სამოქალაქო სექტორი უნდა გააქტიურდეს და ყველაფერი კარგად იქნება. ისა გია, ეს ახლა ბაბატია რა. 14 თუ 16 შემთხვევა არის მაუგლის ანალოგია. მაუგლი გახსომებად მაყურებელს მინდა უთხრა რომ ბავშვი დაიკარგა ჯუნგლებში, უბრალოდ რაღაცამ გაიტაცა თუ რაღაცა იყო და ეს ბავშვი მერე ცხოველებმა გაზარდეს. გრელს ბევრჯერ აუყვანია ბავშვი და ისე, მაგრამ საოცრება რა არის ეზით? 1 წლამდე ბავშვი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუძლებს რა აი ამ იმას, აი ოჯახიდან გასვლას და რა. ყველაზე ფაქისი არის 1 წლამდე ბავშვის მიყვანა და სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა საქართველო. აი გამიხარდება თქვენი მინისტრი, ძალიან გამიხარდება თქვენი პრემიერ-მინისტრი და ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, აი ამას საგანგებო კონტროლზე აიყვანს. 1 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობას თუ შევამცირებთ, მართამაგრები იქნებით სრულყალარი. წარმატებებს გისურვებ, ჯობია მე მახარებს რომ აი თუნდაც ის რომ ის არჩევნებისთვის რომ ლევი ისენი შეჭირებული ხალხი ლოდკროზე აუნამუსობა აი ესეც გამოსაზრებელია ვინი კადრა ეგეთი უნამუსობა გაჭირებული ფული როგორ წაიღო ლენდკრუიზერის პატრონმა. მადლობა მინდა გითხრათ, დიდი მადლობა რომ ამ თემებზე ვისაუბრეთ და ძალიან გამიხარდება კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ თუ სიკვდილიანობა 1 წლამდე შემცირდება. მინდა გითხრათ რომ ეს სამსახურიდან მოქალაქეთა გათავისუფლების კანონიერება უკანონობაზე და სხვა ამდაგვარებზე იქნება ჩვენს იმაში რა ქვია ხელხაში საუბარი. გვალობთ რომ ვისმენთ კარგად განდებოდეთ ნახვამდის.